Magra dahkarit Dadges ijinis korianadeli ბიჭი, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე ივანიშვილის პარტიის წინააღმდეგ დგას. ბიჭი, რომელიც ივანიშვილის პარტიის სახელით მათ თანატოლებს ტიტუშკის რანგში აკინებს. ერთი და იგივე ადამიანია. სხვაობა ამ კადრებს შორის ერთი წელია. ასე გაიცნო საქართველო 2024 წლის 15 მაისს ათუკა ციკლაური შაბათის ეთერიდან. ახალგაზრდა კაცი ყველა დარბევის შემდეგ მეგობრებთან ერთად პატრიოტულ სიმღერებს ასრულებდა და ამით ცდილობდა სპეცრაზმის წინ მდგომი მომიტინგეების დარასმას. არანაირად რუსეთს და გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს და მინდა რომ ჩვენ ქვეყანაში წინსვლა იყოს ყველანაირად და არ მინდა რომ მომავალში ჩემ შვილს თავისუფლების გამო აი ესე ექცეოდნენ როგორც დღეს ჩვენ გვექცევია. ვერაფრით ვეღარ შეგვაშინებენ ვერც წყლის ჭავლით, ვერც რეზინის ტყვევით, ვერც რემსადენი გაზებით, ვერც ციტაკის სპრეით და რა ვიცი, ხახი ყოველდღე გამოვდივართ, ვაპროტესტებთ და ესე იქნება სანამ ეს კანონი სანამ ამ კანონს არ გაიწევენ. კანონი არ გაიწვიეს და უფრო მძიმე კანონები მიიღეს. სამაგიეროდ ათუკა ციკლაური გადაიბირეს ოცნების რიგებში. კაცი, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნას, საქართველოს რუსულ ორბიტაზე გადაყვანა დაფასებდა და ბოლომდე ბრძოლის პირობას დებდა. ქართული ოცნების ტიტუშკების რიგებში ჩაირიცხა. გასულ კვირას ათუკა ციკლაურიც ქალებზე თავდამსხმელი კაცების გვერდით იდგა და იმ ხალხს აგინებდა, ვისთან ერთადაც აქციებზე რუსული კანონის მიღების გამოიყო. არადა სულ სხვა რამეს ამბობდა ერთი წლის წინ. ევროკავშირისგან ძალიან უკან დაგხვევს, იმდენად განვითარება აღარ იქნება და იმდენად არა საერთოდ განვითარება აღარ იქნება და ისევ საბჭოთა კავშირის დრო დადგება და ვიბრძვით მაგისთვის, რომ ჩვენ ქვეყანა ხალხი არ გარბოდეს. პირიქით ემიგრანტები აქ ჩამოდიოდნენ და ჩვენთან იყვნენ. დედაჩემიც ემიგრანტი არის და მინდა რომ ჩემ გვერდით იდგეს. ჩვენ ვარკვევდით აქციების დროს ათუკა ციკლაური რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს შორის ჩანერგა სუსმა, რომ ინფორმაცია გამოეტანა თუ ახალგაზრდა ბიჭი გადაიბირეს და კახი კალაძის შტაბში დაასაქმეს. გამარჯობა, როგორ ახარ? ამდენ ხანი არ მინახი ხართ. რა შეიცვალა თქვენ ცხოვრებაში ისეთი, რომ ახლა სულ სხვა ადგილას გხედავთ, ვიდრე გავიცანით ერთმანეთი მაგ დროს? სტუდენტს, რომელიც საქართველოს ჩვენი ტელერეპორტაჟით გაიცნო, ახლა ჩვენთან საუბარი არ სურს. ჩვენ გვაინტერესებს, რა მაიძულა ახალგაზრდა კაცი იმ თანატოლების მაგინებელი გამხდარიყო, ვისთან ერთადაც აქციებზე ქართული ოცნების წინააღმდეგ იბრძოდა. გადაგიბირეს თუ ჩანერგილი იყავით თავიდანვე? არა, უკომენტარ. თუ რასაც აკეთებთ, წაახალის ეს ძალადობა, ამის მოწინააღმდეგე იყავით თქვენ. თვეების განმავლობაში, მაშინ როდესაც აქციაზე იდექით. ცნობილმა ტიტუშკებმა გადაგიბირეს, ბატონმა ცანკამ მათ შორის თქვენ მართლა მეგობარმა? ვინ? რატო ნერვიულობთ ათუკა? აი, მოხურე კარი სირცხვილია, ეხლა კაცი მელოდება. სირცხვილი ის არის თქვენ რასაც აკეთებთ დღეს. სირცხვილი არის თქვენ რასაც აკეთებთ. ათუკა, ვინ გადაგიბირათ ქართულ ოცნებაში? რატო მეუბნებოდით აქციის მონაწილეებს, რომ ჩანერგილი იყავით? პროდასავლური აქციების მონაწილეები, რომლებიც დღეს და ღამეს რუსთაველის გამზირზე ათუკა ციკლაურთან ერთად ატარებდნენ, შაბათის ეთერს უყვებიან, რომ გაზაფხულის აქციების შემდეგ ციკლაური ქართული ოცნების ახალგაზრდულ შტაბში გაწევრიანდა. რაც მის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოები დასტურდება. ხოლო მას შემდეგ, რაც დეკემბრის დარბევები დაიწყო, ციკლაური პროტესტის ეპიცენტრში, როგორც ოცნების შტაბიდან შემოგზავნილი პროვოკატორი, ისე გამოშვდა და პროდასავლურად განწყობილი ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა სცადა. ნოემბერში რო დაიწყო უკვე ირაკლი კობახიძემ რო განაცხადა ის ევროკავშირთან დაკავშირებით, უკვე ნოემბერ-დეკემბერში აქტიურად იყო ჩვენთან ჩართული. ჩავება დაიწყო ქართული ოცნების და მივწერე ანუ როგორ მოხდა მეთქი რომ ეს მისქანიკა და აი ესე მიპასუხა რომ მე ჩვენიანების ზუსტად ერთხელ ჩვენიანებისგანო აგენტი ვიყავი ქართულ ოცნებაში რომ გამომეტანაო ინფორმაციაო გუშინაც ვნახე ფაქტის ახეზე და თვითონ ძალიმძლავრობაშიც მონაწილეობდა
ათუკა ციკლაურის ყოფილი თანამოაზრე იხსენებს, რომ დეკემბრის აქციების დარბევის დროს ციკლაურმა გედედეს თანამშრომლების გადაადგილების მარშრუტი წინასწარ იცოდა. მაშინ ეჭვები ჰქონდათ, მაგრამ გასულ კვირას კალაძის მხარდამჭერებთან ერთად მისი გამოჩენის შემდეგ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. აქციაზე რო ვიყავით, ანუ აქტიურად მწერდა ათუკა, რომ აი ფრთხილად იყავით, გედედეს თანამშრომლები აქედან მოდიან, იქიდან მოდიან და შეურაცხყოფას აყენებდა გედედეს თანამშრომლებს უშუალოდ. ათუკა ციკლაურის სოციალური გვერდიდან, საიდანაც პროევროპულ აქციებში მონაწილეობის მისი ყველა პოსტი წაშლილია, ვადგენთ, რომ ციკლაური ქართული ოცნების ცნობილი ტიტუშკის, ეგრეთ წოდებული ცანკას ახლო მეგობარია. 1 წლის წინ გვიყვებოდა, რომ ემიგრანტი ქალიშვილია, რომელიც ბებომ მარო მაყაშვილის პრინციპებით აღზარდა. ჩემი საყვარელი ბებო, რომელმაც გამზარდა, რომელმაც დამაყენა ესეთი ადამიანი, რომელიც სიმართლეს იცავს და ყოველთვის დაიცავს სიცოცხლის ბოლომდე. 9 აპრილს იდგა აქ, იყო სტუდენტი. ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ბრძოლა გვაქვს ხოლმე მასთან. არ დავასახელებ, ყველამ კარგად ვიცით, ვისთანაც გვაქვს ბრძოლა და ყველაზე მეტად ის წეს, რომ ქართველი ქართველს უპირისპირდება. ახლა ვკითხეთ, რას ფიქრობს ბებო მის გადაწყვეტილებაზე. მებია თქოს რა საუბნებით ახლა თქვენი ძალადეთ ახალგაზრდებზე. რადგან თავად არ გვპასუხობს, ვცდილობთ ოჯახის წევრებთან გავარკვიოთ, რამ გახადა იძულებული ახალგაზრდა კაცი იმ პარტიის მაგინებელი კაცების ჯგუფის წევრად გამხდარიყო, ვინც ქალს ხელს ურტყამს, ტელეფონს გლეჯს ან ახალგაზრდებს რკინის მოაჯირებს ესვრის. როგორ გადაიბირეს ათუკა? თქვენ მარო მაყაშვილის მოტივებით გაზარდეთ ათუკა 9 აპრილს იდექით რუსთაველზე. ახლა რუსული მთავრობა არ ყავს. რასაც თვითონ აზაგებდა იგივე აკეთებდა გუშინ. ქალბატონებს ცებდნენ, ახალგაზრდებს ცებდნენ. ათუკა ამ ყველაფერს უყურებდა. არ დაუდია ხელი არავიზე და არც დაადებს კიდე. თვითონ იყო ქალბატონების წინააღმდეგი, მათი პოლიტიკის წინააღმდეგი. ძალიან გთხოვთ, არანაირ კომენტარს არ. ვინ გადაიბირა? ვინდის ფერია სოფელი ვისი ჯგუფის წევრად იქცა რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების აქტიური მონაწილე, რომელმაც თავი მიტინგზე პატრიოტული სიმღერების შესრულებით დაგვამახსოვრა. 8 სექტემბერს ათუკა ციკლაური კადრებში სწორედ ქალებზე თავდამსხმელთან ზაზა მამალაძესთან ერთად ჩანს. ზაზა მამალაძე ქართული ოცნების ის მხარდამჭერია, ვინც შვილის თანატოლს სახეში მუშტი ჩაარტყა. შაბათის ეთერის ინფორმაციით მამალაძე პარტია ქართული ოცნების წევრის ნოდარ ტურძელაძის მცხოვლია. ვინ დაგავალათ რო? რა უნდა დაევალებინათ მე ჩემ ოჯახს და ჩემ იდენტობას და ჩემ ქვეყანას ვიცი. ქალზე ძალადობას ზაზა მამალაძე მისი იდენტობის დაცვით ამართლებს. არ ნანობს რაც ჩაიდინა და ამჯერად ჩვენზე ძალადობას ცდილობს. თქვენ დაარტყით თქვენი ქალიშვილის ხელა ახალგაზრდას. ნუ ძალადობ ახლა ჩვენ. ნუ დამსდევ მე. ნუ ძალადობ თქვენზე. მე არ ძალადობ სახში მივარდები და ნუ ძალადობ. რას აკეთებ ბატონო ზაზა? ეხლა მე იგივეს არ აკეთებ ჩემზე, რაც გააკეთეთ მელიქიშვილზე. სახში მივარდები. ზაზა მამალაძე აღარ არის. ცოტა ხნის წინ მან გვარი შეიცვალა და მანგოშვილი გახდა. ცოლის გვარზე გადასვლა სავარაუდოდ მის კრიმინალურ წარსულს უკავშირდება. გვარის შეცვლით კი სავარაუდოდ ის უკან ევროპაში დაბრუნებას ცდილობს, საიდანაც ის მძიმე ბრალდებით გამოაძევეს. თქვენ კრიმინალურ წარსულზე რო ვილაპარაკოთ, შეგიძლია? ვინ არის კრიმინალური უმაღლესი? დეპორტაცია რატო მოხდა თქვენი საფრანგეთიდან? ვინ გაგითხება შენ? მეუღლის გვარზე რატო გადახვედი? ვინ გაგითხება შენ? მეუღლის გვარზე გადავალ თუ იმასთან დავწევ. ლავინდებურად გინდა თქვენ საფრანგეთში დაბრუნდეთ და აწარმოოთ თქვენი საქმიანობა? ვინ გაგითხება? შაბათის ეთერმა ზაზა მამალაძე მანგოშვილი დანაშაულის ჩადენიდან 48 საათში ჩაწერა. მიუხედავად იმისა, რომ პირის, რომელმაც ქალზე იძალა და იდენტიფიცირება მედიამ ძალადობიდან რამდენიმე წუთშივე შეძლო, მამალაძე თავისუფლებაზე გადაადგილდებოდა და ვერც კი ხვდებოდა მიზეზს, რატომ უნდა დაეკავებინა სამართალდამცველებს. არ გაკავებენ ხო? რატო უნდა დამაკავო? რა დავაშავე? რა დავაშავე? რა თქვენ ყველა დასაწყვეტები ხართ, დაგწყვიტათ ვინმე? ამ ინტერვიუდან რამდენიმე საათში მამალაძე პოლიციამ დააკავა. თუმცა საჩვენებელი დაკავება რამდენიმე საათიანი აღმოჩნდა. ქართული ოცნების მაგინებელთა ჯგუფის წევრი გაათავისუფლეს. გამოძიების იმედი არ ჰქონდა და არც აქვს ქეთი ალავერტაშვილს, რომელსაც სახეში მუშტი ჩაარტყეს.
ეს დღეს განსაკუთრებით ინტენსიურად ვფიქრობ მზია ამაღლობელზე, მაგალითად, რამდენად ტყუილად ყავთ გამოკეტილი ციხეში ეს ადამიანი, იმიტომ რომ მე თუ არ მეტკინა, ვთქვათ, 10 ჯერ ძლიერად მოქნეული ხელი გებუაძე რისთვის ტიროდა 9 თვის განმავლობაში სასამართლო პროცესებზე და რატო იგონებდა, რომ ლოყა და ეს ყურიც აეწვა, თურმე ყური საერთოდ არ ჩანს, ყურამდე ხელი არ მიდის იმ კადრში, მაგრამ თურმე ყურსაც გადასცა ამ ლოყამ და კიდევ უფრო ეს მაგიჟებს ეს უსამართლობის შეგრძნება. აქციების სტაჟიანი მონაწილეებისათვის ქართული ოცნების ტიტუშკების თავდასხმაზე მტკივნეული ამ ტიტუშკების გვერდით იმ ხალხის ნახვა იყო, რომლებიც მათი თანამებრძოლი ეგონათ. ეს 2023 წლის 9 მარტია. TV1-ის არქივმა შემოინახა კადრი სპეცრაზმის წინ დარბევის დაწყებამდე თიშველი ხელებით მყოფი სტუდენტები, რომლებმაც გზა გადაკეტეს და ასფალტზე დასხდნენ. მათ შორის არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაშინდელი მეორე კურსის სტუდენტი ლუკა ძაძამიაც. შინაგანად მაქვს შეგნება რომ ვგრძნობ იმ ტკივილს, რასაც ახლა ჩვენი მშობლების თაობა, ჩვენი უფროსი მეგობრების თაობა გრძნობს. ახლა იგივე ლუკა უკვე იმ პარტიის წევრი გახდა, რომლის წინააღმდეგაც აქციებზე იდგა. უფრო მეტიც, ლუკა კახაკალაძის საარჩევნო სიით თბილისის საკრებულოს დეპუტატობისათვის იბრძვის. ნომერი 18 ლუკა ძაძამია. ლუკაც ჩვენი გუნდის ახალგაზრდა წევრია. სამართალმცოდნე. აქტივისტობიდან ოცნების წევრობამდე გზად ლუკა ძაძამიას სახელზე პორშე პანამერა გაჩნდა. ეს ლამაზი პორშე მაინტერესებს ქართული ოცნების ფულით. თიყიდეთ თუ პოზიციის შეცვლის ანაცვლოდ არის ზღვენი? არა, ეს პორშე საერთოდ მხოლოდ ჩვენი ოჯახის პირადი ფულით არის შეძენილი. ეს პორშე ბევრად უფრო ადრე მქონდა შეძენილი, სანამ მე საერთოდ პოლიტიკაში პირველ ნაბიჯებს გადავდგამდი აბსოლუტურად. და რატო გადადგეთ პოლიტიკაში პირველი ნაბიჯები? სულ მქონდა ეს მიზანი, სულ მჯეროდა რომ ჩემი კომპეტენციითაა ცოდნით, შევძლებდი რომ რომელი კომპეტენციით ცოდნით? მეოთხე კურსზე ხართ? დიახ, მეოთხე კურსზე ვარ, თუმცა სამაგალითოდ კარგი იურიდიული კარიერა მქონდა აქამდე. 21 წლის ლუკა დიდი კომპეტენციითა და როგორც თავად ამბობს სამაგალითო განათლებით, მაშინვე ცდილობს ადგილის დატოვებას, როდესაც მის არც თუ შორეულ წარსულზე ვეკითხებით. პროევროპულ აქციებში მონაწილეობის ამსახველი ფოტომასალა მან საკუთარი სოციალური გვერდიდან წაშალა, თუმცა შაბათის ეთერის არქივში აღმოჩნდა. საპროტესტო აქციებსაც ხედავდით ძალიან აქტიურად და რამ შეცვალა თქვენი პოზიცია? ვინ გადაგეპირათ ქართულ ოცნებაში? არავის არ გადაუპირებია. ეგ კადრები და მაგ კადრების თარიღები მით უმეტეს არის სიცრუე. ჯერ ილაპარაკა, რომ პროტესტის ეპიცენტრში არასდროს ყოფილა. ცოტა მოგვიანებით კი ლუკა ძაძამიამ თქვა, რომ მისი თანატოლების გვერდით ყოფნა რუსთაველის გამზირზე მას ეს ირწყვილებოდა. საპროტესტო აქციებზე ჩემი გასვლა იმ მომენტში იყო ჩემი ახალგაზრდული ასეთი ცდარი ხედვის წარმოდგენა. რატომ ნანობთ ამ ყველაფერს? აბსოლუტურად. ეხა მომატყით თქვენი ცით, მანქანა მომატყით სახეში. ისევე მოიქეცით, როგორც თქვენი კოლეგები იქცეოდნენ 2 დღის წინ მელიქიშვილზე. ლუკა ძაძამიას მამა, ზაზა ძაძამია ბიზნესმენია. ის არის შპს თბილისი პროდაქშენის მფლობელი და ინტელკომ ჯგუფის მეწილე. გავრცელებული ინფორმაციით საკრებულოს წევრად წარდგენამდე ძაძამია დედაქალაქის მერმა ოჯახის წევრებთან ერთად დაიპარა გასაუბრებაზე. შეხვდით კალათეს პირადად? ოჯახის წევრები ჩაერივნენ? თქვენს გადაბირებაში? მიუხედავად ამისა, პატივს ვცემ თქვენს პროფესიას და წარმატებულ დღეს ჩაერივნენ თუ არა თქვენს გადაბირებაში? მამა თქვენი ბიზნესმენია და რა საქმიანობს რომ მითხრათ? ის რომ ლუკა ძაძამია 2023 წლის შემდეგ აქციებზე არაერთხელ იდგა, ამას მისი კურსელებიც ადასტურებენ. კარგად ახსოვთ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ესპანეთიდან გაცვლითი პროგრამის დასრულების შემდეგ დაბრუნებული ძაძამია რუსთაველზე, პროტესტის ეპიცენტრში. გაზაფხულზე, როდესაც მქონდა კობახიძის ლექციების დროს აქციები, იყო ერთი ესეთი შემთხვევა, რომ როდესაც ტიტუშკებმა დაიწყეს ჩვენს მიმართ ძალადობა, მეორე კორპუსის კიბეებთან იდგა და ხელებ გაშლილი აგინებდა, თუმცა მე რა მოხდა არ ვიცი და რა შეიცვალა. ასევე ბოლოს აქციებზე ვნახე თავშეყვარებულთან ერთად 2025 წლის თებერვლის ბოლო იყო ან მარტის დასაწყისი. კურსელებისთვის სრული შოკი იყო ძაძამიას წარდგენა ქართული ოცნების მანდატით თბილისის საკრებულოში. ვერ იჯერებდნენ, რომ ბიჭი, რომელიც მათთან ერთად თვეების განმავლობაში გარეთ იყო, ახლა იმ გუნდში გადავიდა, ვინც მათ არბევდა. ყველა გავაგდით და არავინ არ მოველოდით ამას, იმიტომ რომ ვიცოდით მის დამოკიდებულება ამ მთავრობის მიმართ. ეს არაპროპორციული ძალით დარბევა, გამოცადა საკუთარ თავზე რა და
რატო გადადის ოცნებაში, როცა ჩვენზე ერთი კურსით პატარა ზვიად ცეცხლაძე არის ციხეში. ლუკა ძაძამია, სწორედ ის სტუდენტი იყო, ვინც პროტესტის ნიშნად ქართული ოცნების დეპუტატის გიგა კახიანის სალექციო კურსი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი ლექტორის გამო დაიწუნა და სხვა პროფესორის ჯგუფში გადავიდა. შაბათის ეთერის არქივში ამ დრომდე ინახება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურისტების შიდა ჯგუფის სკრინი, სადაც ძაძამია წერს, რომ საქართველოს მოღალატეთა სიაში საკუთარი ლექტორი ამოიცნო.